შენ შეიძლება ფიქრობ, რომ თუ ნაკლებ კალორიას მიიღებ, მაშინ აუცილებლად დაიკლებ. მაგრამ სიმართლე სულ სხვაა. 1500 კალორია შეიძლება მოდიოდეს ბურგერიდან და ტკბილეულიდან. ან იგივე 1500 კალორია შეიძლება მოდიოდეს დაბალანსებული საკვებიდან. ბოსტნეული, პარკოსნები, ქათმის ხორცი, კვერცხი, ეს ორი რიცხვი თითქოს ერთნაირია, მაგრამ სხეულზე ზემოქმედება აბსოლუტურად განსხვავებულია. ერთი გაძლევს ენერგიას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და გეხმარება ცხიმის წვაში. მეორე კი გაცლის ენერგიას, ანელებს მეტაბოლიზმს და ზრდის მადას. თუ გინდა რომ შედეგს მიაღწიო, ფოკუსირდი საკვების ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჭამე საკმარისი ცილა. მიიღე პარკოსნები, ქათამი, თევზი, კვერცხი, დაამატე უჯრედისი, ბოსტნეული, ხილი, წიწიბურა და ასე შემდეგ. არ შეგეშინდეს ჯანსაღი ცხიმების. მიიღე ავოკადო, თხილეული, ზეითუნის ზეთი და ასე შემდეგ. ეს პროდუქტები არა მხოლოდ დაგანაყრებს, არამედ შენ სხეულს მისცემს ყველა იმ საკვებ ნივთიერებას, რაც გჭირდება იმისთვის, რომ ცხიმის წვა რეალურად ჩაირთოს. გახსოვდეს, არ არსებობს ჯადოსნური ციფრი კალორიებში. არსებობს სისტემა, რომელიც გეხმარება არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ მიღებული შედეგის შენარჩუნებაში. და სწორედ ეს განასხვავებს ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში წვალობენ მათგან, ვინც ერთხელ და სამუდამოდ აღწევს სასურველ მიზანს. თუ შენს დაიღალე იმაზე ფიქრით, თუ რატომ არ მუშაობს შენი დიეტა, მე შემიძლია გაჩვენო მარტივი გზა, რომელიც მოერგება შენს ყოველდღიურ ცხოვრებას. დაწერე კომენტარებში სიტყვა გასაუბრება და პირადად აგიხსნი, როგორ შექმნა სისტემა, რომელიც შენთვის იმუშავებს გრძელვადიანად. არჩევანი შენს ხელშია. ისევ ციფრების ტყვეობაში დარჩები, თუ შექმნი ისეთ კვებას, რომელიც დაგეხმარება მარტივად და თავდაჯერებულად დაიკლო წონაში.